ძალიან მიჭირდა მოძრაობა, გიწყლეთ და ნერვულ სისტემას, ნერვებს და ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ვიყავ. მაგრამ მაინც გადავწყვიტე და ძლივ ჩამოვაღწიე ახტალამდე და პირდაპირ გეტყვით 10 პროცედურის შემდეგ მე გამართული დავბრუნდი თბილისში. პარლამენტის აპარატის თანამშრომელი თრისტან დათუნაშვილი პირველად გურჯაანში ახტალაზე სამკურნალოდ მეგობრების დახმარებით 5 წლის წინ ჩამოვიდა. ზუსტად 10 პროცედურის შემდეგ მან უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო. ასე გადაურჩა ის რთულ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ექიმების თქმით ერთადერთი და რისკიანი გამოსავალი უნდა ყოფილიყო. წელსის უკვე მეხუთედ რძალთან და შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა. ამბობს, რომ უნიკალური ტალახის წყალობით ახალგაზრდობა დაუბრუნდა, თუმცა მას ხელი აკლია და უკეთესი პირობები რომ იყოს, მეტი დამსვენებელიც იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ გაუმჯობესდება აქ პირობები. დღეს არსებული მდგომარეობიდან კოლექტივი ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია, მაგრამ მათ სჭირდება დახმარება ზემდგომი ორგანოებიდან, კურორტოლოგიისა და ტურიზმის დეპარტამენტიდან, რომ გამოიყოს რაღაც დამატებითი ხარჯები, უფრო კეთილმოსაწყობლად და უფრო ლამაზი გარემოს შესაქმნელად, რომ მეტი დამსვენებელი მოვიდეს. არა უშავს, ახლა ჯობია უკეთესი, მაგრამ რა თქმა უნდა. შეიძლება კი ინვესტორი გამოჩნდება და დაფინანსებს რატომაც არა. ერდროს ყველასთვის ცნობილი კურორტი საკავშირო მნიშვნელობის იყო და სტუმარიც არ აკლდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამსვენებელთა რიცხვმა ციკლო საცხოვრებელ კორპუსებში დევნილები დასახლდნენ, სასადილო სათნოების სახლის მოხუცებს დაუთმეს, კინოკლუბში კი სპორტულ გამაჯანსაღებელი კლუბი განთავსდა. უკვე რამდენიმე წელია ახტალის თანამშრომლები პრობლემებს საკუთარი ძალებით უმკლავდებიან. თვით დაფინანსებაზე ვართ და რაც გვაქვს საშუალება, ამას ვაკეთებთ და რაღაცეებს ვქნით კურორტზე, მაგრამ ის რომ დაუშვათ ძირფესვიანად იყოს შეცვლილი ინფრასტრუქტურა, ეს ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. თუ არ იქნება გარკვეული ინვესტიციები, თანხა ჩადებული, ეს იქნება კერძო ინვესტორი, თუ ეს იქნება სხვა დამფინანსებელი, რომ მოეწყოს ისეთნაირად, როგორც დაუშვათ დღევანდელ მოთხოვნილებას შეეფარდება. მართალია, ახალი სეზონი აქ უკვე 2 თვეა რაც გაიხსნა და მკურნალობის კურსიც ძვირი არ არის, ჯერ მხოლოდ 130 დამსვენებელი ჩამოვიდა, კიდევ უფრო ნაკლები ვიდრე წინა წელს. ხოლო იმისთვის, რომ აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს, როგორც ამბობენ, სერიოზული ინვესტიციაა საჭირო. უნიკალური ტალახია, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 2 ადგილზეა, ჩვენთან და იტალიაში. ტალახი თავის შემადგენლობაში შეიცავს მინერალებს, ორგანულ ნივთიერებებს და ასევე ცოცხალ მიკროორგანიზმებს. და ამიტომ თავისი მოქმედება აქვს ძალიან ფართო სპექტრი. ჩვენთან ძირითადად იკურნება საყდესამოძრაო აპარატის დაავადებები, როგორიც არის რევმატიული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, მადეფორმირებელი სპონდილოზი, ხერხემლის დაავადებები, ოსტეოხონდროზი, სპონდილოზი, ბეხტერების დაავადება, პოდაგრა, კარგია ძალიან კანის დაავადებებისთვის. კითხვაზე არის თუ არა საპრივატიზაციო ნუსხაში უნიკალური კურორტი ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამხარეო რეგიონულ სამსახურში პასუხი არ აქვს. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით ის უკვე გასხვისდა და მფლობელის ვინაობასაც ასახელებენ. ხოლო იმის შესახებ, რომ კურორტმა ადრინდელი პრესტიჟი დაიბრუნოს და ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს, არა მარტო კურორტოლოგები, არამედ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ. ახტალას აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა, კარგი იქნება თუ ამას მიეხედება სათანადო დონეზე, რადგანაც სოფლიო დონის კურორტია და თუ ჩაიდება ინვესტიცია და მიეხედება ამ სათანადოდ, მე ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება მოსახლეობისთვისაც, რაიონისთვისაც და ხელშეუწყობს ასევე ტურიზმის განვითარებას. ახტალა ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახია და თავისი მნიშვნელობით მას ანალოგი არ აქვს. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა ის გურჯაანის სავიზიტო ბარათი, ეს ჯერჯერობით უცნობია.